როგორც ვიცით, ოპი და სემი საყარელ პატარა ფერმაში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს სემიკენ მანქანა გაჩერდა. მანქანიდან მომღიმარი ადამიანები გადმოვიდნენ. ტურისტები ვართ. კარვისთვის ადგილს შვედოთ. შეიძლება თქვენ ფერმაში გავხალოთ. დიახ, რა თქმა უნდა, უთხრა დედამ. ამომყევით. ოპი და სემიც გაყვნენ. ეაუ, როგორი სიწყნარეა. ტურისტებს ძალიან მოატონათ იქაურობა. მალე ლამაზი კარავი გაშალე, რომელიც პატარა სახლს გავდა. ჯაღლი ჯანგო ძალიან დაიხერხდა. ზუ კარავი გარშემო დადიოდა. მამა, შეიძლება ჩვენ კარავში დავიჯინოთ და ხომ ამიგო? ეუბნებიან ოპი და სემი. რა თქმა უნდა. ამოდი მოდევროთ ჩვენი კარავი. კარავის გასვლა ართიце იოლი იყო. მაგრამ ლამაზი კარავი გამოვიდათ. დედამ უთხრა, ბავშვებო, ჯერ უნდა ივახშნოთ და მერე წახვალთ კარავში. ოპი და სემა სწრაფად წამეს, ბილები სწრაფად გამოიხეხეს და კარავისკენ გაიქცნენ. თბილი და უდრო კარავი იყო. კამრებში ტატყვნენ და გაწუდნენ. ისეთი ბედნიერი ვარ, რაღა დამაძინებ. ამბობ ოპი, მე ჩაგრე ვარ. აყვა სემიც. დაუჩვათ. კარავდა უცნაური ხმა გაისმა. ვიღაცას გონის სამოსვლა უნდა. რა ქვნათ? ბავშვებს ეგონათ. გარეთ ვიღაც გოლიათი დადიშო. ოპიმ სიმამაცე გამოიჩინა. ადგა და გარეთ გაიწვიტა. უი, ჩვენი ტრელა ყოფილა. თურმე ფერმის დროხა, ბავშვების სანახავად მისულა. აქ ვერ დაეტევი, დროზე გაიქეცი აქედან. მაგრამ დროხა, დიდი თავი, არაფრის იყო და დაიზმულა. გადი აქედან ვერ დაეტევი. ტრელა მაწლაზე გაიქცა, მაგრამ კარავი თან წაიღო. ჰეი, ახლავე დაგვიბრუნე კარავი. აყვირდა სემი. სახლში დაბრუნება მოგვიჭევს. რა? ხმაურია კაცო. სახლიდან გამოვიდა მამა. ტრელამ ჩვენი კარავი წაიღო. უყურებია უნავარს. ალბათ ტრელასთან უნდა კარავში დაძინება. არა უშავთ. მოდი მაგიდის ქვეშ გავაკეთოთ კარავი. კარგი იდეაა. დამქნარა სემმა. ავარ მინდა რა ხვალ იყოს. მოპოპი. ახლა წავალ და ჩემ პუმპულა ლოგინში დავიძინებ.